სიკვდილით სავსე ქალაქი კალაძის ძველი სლოგანის საპირისპირო ვერსიით პროტესტია ამ წუთებში თბილისის მერიასთან. დედაქალაქის მთავრობის უმოქმედობა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი აქციის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. კალაძეს ეუბნებიან, რომ მოქალაქეების დაღუპვა სწორედ მისი პასუხისმგებლობაა. კეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. კეთი, რა განცხადებები ისმის აქციაზე? თბილისის მერიასთან შეკრებილი ადამიანები იხსენებენ ტრაგიკულ ისტორიებს, რომელიც ამ ქალაქს კარგად ახსოვს უახლესი წარსულიდან და რომელთან დაკავშირებითაც ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ სწორედ ქალაქის მთავრობას და არც ერთ შემთხვევაში ქალაქის მთავრობას ეს პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ ტრაგედიასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ აქციის და მოქალაქეების დღესახ შეკრების მიზეზი გახდა რამდენიმე დღის წინ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალებული ტრაგედია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და ისტორიები, რომელიც ამ ქალაქს კარგად ახსოვს, სკვერებში, საცხოვრებელ უბნებში, თუ სხვადასხვა მისამართებზე, სხვადასხვა დროის განმავლობაში მომხდარი, სწორედ აი ამ ისტორიებს იხსენებენ და აკისრებენ პასუხისმგებლობას კახა კალაძეს. დღეს მათი გზავნილების მთავარი ადრესატი არის სწორედ თბილისის მერი, რომელიც ორი ვადით არის უკვე ამ ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი და არც ერთ ტრაგედიასთან დაკავშირებით მას პასუხისმგებლობა არ აუღია. გადავიდეთ ახლა სტუმრებთან და მოვისმინოთ მათი გზავნილები, რომლის ადრესატიც არის სწორედ კახა კალაძე. შემოგვიერთდება ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ვაჟა. მოდით გვითხარით პირველ რიგში იმ ისტორიების შესახებ, რამაც მოგიყვანათ დღეს ამ აქციაზე, არაერთი ჩამოითვალა წეღად, ხო, გამომცემლების მხრიდან. რა გახსენდებათ თქვენ და რისი თქმა გინდათ აი ამ ისტორიებიდან გამომდინარე თბილისის მთავრობისთვის? Avondeli aktsiya საზოგადოების მერიამ უნდა გაიგოს საზოგადოების აზრი თუ რას ფიქრობენ მათზე. თუმცა თავი მერიაზე თავებას არ აინტერესებს საზოგადოების აზრი, მათთვის თავარი არის ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს. არც ერთი ჩინოსანის დასჯა არ ხდება მისი ქმედების გამო. მათი დასჯა ხდება მხოლოდ თუ არასწორად გაყოფენ ფულს, რასაც თქოს იგი შეიწირა რიჟვაძე, ალბათ შეიწირება კალაძეს, შეიწირა ალბათ ღარიბაშვილი და კიდევ ბევრი მინისტრი. თავარია ამათი პრინციპია, თავარია ფული გაყოთ. ამათი იდეოლოგიაც არის მხოლოდ ფული. სხვა იდეოლოგია ამას არ გააჩნიათ. ამიტომაც ჩვენი საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე მათთვის არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ ვართ მხოლოდ ფულის საკეთებლად გაჩენილი ამ ქვეყნად, რომ მათ იცხოვრონ ძალიან კარგად. ჩვენ ხარჯი. მადლობა, უსმენთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. გაჩვენებთ აქ არსებულ ვითარებას. დაახლოებით 1 საათია აქციის მონაწილეები თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები. აქ არის სიტყვით გამოსვლები. პოლიცია იცავს შენობას და მიმდებარე ტერიტორიას. გავესაუბროთ კიდევ აქციის სხვა მონაწილეებსაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობს და თუ შეიძლება საკმაოდ ყურადღებას იქცევს, ესე რომ ვთქვათ, თქვენი პლაკატი, რითიც ხართ ამ აქციაზე მოსული. გითხარით რა გაქვთ თქმელი და ვისთვის? არ ვიცი, იცით რა არის, ჩვენ ყოველთვის გვესმის ძალიან ბევრი ტრაგედია ხდება ჩვენს ქვეყანაში და ყოველთვის ისმის, რომ ჩვენ თითქოს ამას პოლიტიკურად ვიყენებთ. სადღაც ვიღაც შეიძლება იყენოს პოლიტიკურად, მაგრამ მე და ჩემნაირ ადამიანებს უბრალოდ გული გვტკივა, ძალიან გვტკივა გული და ფაქტობრივად ვერ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, ვერ ვცხოვრობთ მშვიდად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გამო ხან ზრდასრულები იღუპებიან, ხან ბავშვები იღუპებიან. ჩვენ ვართ ძალიან დატანჯულები და უბედურები და ჩვენ გვჭირდება ნორმალური ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც ესმის ხალხის ხმა, რომელიც დიალოგზე მოდის ხალხთან და რომელიც არ არის მუდმივად თავის მართლების რეჟიმში. ანუ კახი კალაძეს უკვე
შეუძლია ტრენინგები ჩაატაროს თავის მართლებაში და ის უამრავი პიარ თანამშრომელი, ვინც ყავს დაქირავებული, ძირითადად ალბათ ამ თავის მართლებაზე არიან ორიენტირებულები. დიდი მადლობა, მოისმენთ აქციის კიდევ ერთი მონაწილის პოზიცია, სიკვდილით სავსე ქალაქი, აი ეს გზავნილი აქვს დღეს აქ შეკრებულ ადამიანებს და ადრესატი ამ გზავნილის არის თბილისის მერი, რომელმაც სიცოცხლით სავსე ქალაქი დაარქვა თბილისს, თუმცა ასე არ ფიქრობენ, როგორც მოისმენთ აქციის მონაწილეები, ისინი პასუხისმგებლობას თბილისში გატრიალებულ არაერთ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მათ შორის რამდენიმე დღის წინ სადგურის მოდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით აკისრებენ ქალაქის მთავრობას, რომელსაც პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.